მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყუროთ, პალიტრა ნიუსის გვერდზე, ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობის გადამეტების ფაქტზე 6 სამართალდამცავი დააკავა, როგორც იცით, გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც რამდენიმე პოლიციელი 6-ზე მეტი აშკარად ცემს ერთ მოქალაქეს და სწორედ ამას მოყვა საზოგადოების დიდი აღშფოთება, რადგან ადამიანებმა ნათლად იხილეს თუ რას ჩადის პოლიცია და შესაბამისად დღეს პროკურატურამ გავრცელა განცხადება, რომ 6 პოლიციელი არის დაკავებული. ამ თემას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძეს. ძალიან კარგია, რომ კადრები გავრცელდა, ის ამბობს, ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა. დახვეწილი ხელწერა, როდესაც ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალ დარღვევაზეო და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი თქვა ასეთი რამ, რომ სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახლის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითამაშოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენაპირი პასუხი აგონ კანონის წინაშეო, თქვა ალექსანდრე დარახველიძე. მისი თქმით, ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის დროსაც შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომლებს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობაო, განაცხადა ბატონო დარახველიძემ. ჩვენ ხაზზე გვყავს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, დაზარალებულის ადვოკატი. მივესალმებით მას. გამარჯობა ლაშა. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. პირველ რიგში ამ ბრალდებაზე რა შეგიძლიათ თქვათ? მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვა ჩაარტყა პოლიციელს. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის, მაგრამ სანამ აღნიშნულ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მე პირველ რიგში მინდა ისევ და ისევ ჟურნალისტებს გადავუხადო მადლობა, ვინც აღნიშნული კადრები გაასაჯაროა, რადგან დღეს საქართველოში ათობით პატიმარი არის დაწესებულებებში, სადაც ედავებიან, რომ თითქოს სადა პოლიციელები იძალადა, მაგრამ ამ დროს პოლიციელებმა იძალადეს მასზე და შეუკერეს და შეუთითრეს საქმეები და დღეს პოლიციელები დადიან მაგალითად გარეთ და ამ ადამიანებმა დღემდე სამართალი ვერ იპოვნეს და ადამიანები, რომლებიც დაზარალებულები არიან, დღეს ციხეში არიან. აი სწორედ ამის დაწყება უნდათ პაპუნაზე, სწორედ ესე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული საქმის შეკერვა და პროპაგანდა. თქვენ მე გაგახსენებთ ერთ მაგალითს, სანამ მაგალითად კადრები რო გასაჯაროვდა, სანამ საზოგადოებამდე მივიდა, სანამ ადვოკატები ჩავერთეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა განაცხადა ესეთი რამ, რომ თითქოს მას ეჭირა დანა, ცივი იარაღი. წარმოიდგინეთ. ანუ ჯერ დანასტენიდნენ და ეხა ქვასტენია, ხო, როგორც? კი, აი, წარმოიდგინეთ, როგორი აი პროპაგანდა ერთი მხრივ გუშინ ეხლა წარმოიდგინეთ რა გააკეთეს, რომ ტენიდან დანას ადამიანს, რომელიც აი კრიმინალი კი არ არის, ნასამართლებელი ყაჩაღი კი არ არის. წარმოიდგინეთ, ბანკის თანამშრომელი არის ადამიანი, რომელიც იყო შესვენებაზე გამოსული და ეჭამა, ენახა თავისი მეგობარი, პოლიციის მანქანა, რომელიც ესე აწყვეტილი ვიხმარ ამ სიტყვას მოდიოდა და კიდევ დაეჯახა და დაუტორმუზა ფეხებთან. ამ ადამიანმა კითხა რასაკეთებო, ან წარმოიდგინეთ, ეს პოლიციის მანქანაც არ იწოდა, რომ პოლიციის მანქანა იყო თუ არა, ეგრეთ წოდებული გრაჟდანს რო ეძახიან, ანუ ჩვეულებრივი მანქანა იყო, ანუ არავით არის ამოცნობი სანოვრე ნიშნებით, ხო? გადმოვიდა ერთ აგრესიული პოლიციელი, ამ მანქანაში იჯდა 3 ადამიანი, როდესაც გადმოვიდა დაუწყო შეურაცხყოფილი ლაპარაკი, როდესაც ამ ადამიანმა უთხრა, რომ რა გინდაო, ანუ ერთი მხრივ მივყავდიო, ეხლა ესე აგრესიულად მელაპარაკებიო, შენ ბიჭო როგორც გინდა ისე დაგელაპარაკებიო და ამის მერე ამან როცა უთხრა, რატო უნდა დამილაპარაკო ეგრეო, მე პოლიციელი ვარ და როგორც მინდა ისე გავაკეთებო ყველაფერს და ამ დროს დაარტყა ხელი. როდესაც ხელი დაარტყა, წარმოიდგინეთ, აი ფაქტს გიგულობთ რა, როდესაც ხელი დაარტყა, ყובה ძალიან ემოციურად მინდა რომ საზოგადოებას უთხრა რომ ერთი მხრივ ხო ნეკნები აქვს ჩალიწილი ნაწამი პაპუნას მეორე მხრივ ის განიცდის ძალიან ფსიქოლოგიურ ძალიან არამდგრადი არის რადგან ის არის წამების ხვეპნი მან განიცადა ძალიან ერთი მხრივ ფიზიკური და მეორე მხრივ ფსიქოლოგიური ზეწოლა და მას ესაჭიროება ასევე ექსპერტიზა და ვთხოვთ რომ პროკურატურას რაც შეიძლება მალე ჩაუტაროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და რა შეგვებოდა აი წარმოიდგინეთ რამდენად კეთილსინდისიერი მოქალაქე არის რომ მეორე ბანკში მუშაობ უეუბნებოდა ამ პოლიციას და გაჩერდით ანუ ეკავთ შემოსაფრთხოებას და იურისტებს დაურეკავო და ეგენი გაგცემენ პასუხს ამაზე საერთოდ ისინი გადაფსიქდნენ აეშალათ ნერვები და მე უკვე ის კადრი ყველგან ჩას ხო კადრები რამოდენიმე ეტაპად რომ მას უსწორდებიან
და ეს რატომ მოყევი ეს ყველაფერი ეს მაგალითად რაც ეხლა განცხადება გააკეთა ხო თავიდანვე პროპაგანდამ გუშინვე დაიწყო თქვენ როგორც კარგად აღნიშნეთ ჯერ დანასვენებდა დანა ვერ ჩაუდეს ეხლა დაიწყო ფიშჩადება წარმოიდგინეთ გუშინ ადამიანი უკვე დაკავებული ყავდათ საზოგადოებრივი მაგალი კადრები რო არ ყოფილიყო რაც მართალი კადრები არის საზოგადოების ისეთი მაღალი დაინტერესება რო არ ყოფილიყო მას აუცილებლად დააკავებდა და ყავდა კიდევაც იზოლატორში გადაყვანილი ეს ერთ-ერთი უპრეცედენტო შემთხვევა არის ძალიან იშვიათად მარტივად რო თქვა ეხლა ეს კადრების შემთხვევით თუ არ გადაიღო ჟურნალისტებს და მართლაც შემთხვევით გადაიღეს რა ერთ-ერთი ჟურნალისტი სახლის წინ მოხდა ეს შემთხვევა და ფანჯრიდან გადაიღო მან როდესაც ხმაური გაიგონა როგორც ის ამბობს განწირული ყვირილი ადამიანის და ეხლა კოცები ცდილობენ რომ რაღაცა შეთქმულების თეორიები შეთხზენ როგორ აღმოჩნდა ის ჟურნალისტიო იქ ცხოვრობს და ასე აღმოჩნდა მარტივად რომ ვთქვათ მაგრამ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს რო არ მომხდარიყო ხო გვექნებოდა როგორც ადრე იყო დააკავებდნენ ამ ადამიანს შეტეინდნენ პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობას და პოლიციელებზე რაღაც გვეტყოდნენ რომ აი მიმდინარეობს გამოძიება და ან იქნებოდა რა თქმა უნდა მეც ეს მოყვები რომ დღეს ათეულობით ადამიანები მაგაზე საპატირო დაწესებულებაში არის და ადვოკატები ვერ ნახულობთ ხოლმე სიმართლეს და ამ კადრება გადაარჩინა ეს ადამიანი წარმოიდგინეთ რატო ამბობს საქმის შეკერვა უკვე დაწყებული იყო რომ პაპუნა დაზარალებული წამების ხუეკლი უკვე იზოლატორში ყავდათ გადაყვანილი და დააკავეს და საზოგადოების მაღალმა ჩართულობამ კადრება იმ მომენტში პროკურატურა აიძულა რომ თავის ადგენილებით იზოლატორიდან გამოიყვანათ მაგრამ ამ მომენტ ამდე არ წვიტავენ აღნიშნულ საქმეს ერთი მხრივ ნაწამებ ადამიანი არის მეორე მხრივ მოძალადე პოლიციელები რომლებიც მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვმარტო რომ აღნიშნული მუხლი არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსს რომელთაც დაიწყეს რადგან აღნიშნული მუხლი რას გულისხმობს იცით ძალიან ადვილ ენაზე რო ახსნა რომ აი მაგათაც როდესაც პოლიციელი მოქალაქეს აკავებს და რაღაც აი გადაამეტებს მაგალითად ან უცბად ხელს ამოუტრიალებს არაპროპორციულად ან მაგალითად რაღაცა სხვანაირად აი რო არ მიაყენებს დიდ ზიანს და აღნიშნულ კადრებში რა არის ხო სამ სხვადასხვა ფაქტები ჯგუფურად ძალადობენ ადამიანზე რომელსაც ედო ბორტი სუბუქი მუხლით აღძრეს ხო ამას ამბობ კი სუბუქი მუხლით აღძრეს და აუცილებელი არის რომ წამების მუხლით აღიძრას ანუ აუცილებელი არის ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა ერთი ნაწამები დაზარალებული ადამიანის წინააღმდეგ შეწყვიტოს სისხლის სამართლის წარმოება ეს არის აბსურდი რასაც დღეს პროკურატურა აკეთებს და მეორე მხრივ დაიჭირონ და დააკავონ ყველა ის ადამიანი, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ წამებაში და იქ არ იღებდა მხოლოდ 6 ადამიანი, იქ იღებდა მინიმუმ 10 ადამიანი, რომლის იდენტიფიცირება შეიძლება მეტიც, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას ასევე განვმარტო, რომ იქ ადამიანები, რომლებიც ძალადობდა, მხოლოდ ეგ ადამიანები დანაშაულს არ ჩადიოდნენ. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ პოლიციელებს, რომლებიც უმოქმედოდ არიან და ერთი ადამიანიც კი არ გამოესარჩა, რომ გაეშველებინათ. ხო, ანუ მეგობარი გამოესარჩა და ისიც წემეს კაცო პოლიციელების გამოსარჩლებას ვინჩი. და მასაც ფიზიკურად დაუსწორდე და ომში ტყვეებს არ წემენ წაქცეულზე. ყდებს არ უყავენ. ესე მაგალითად, როდესაც ბორკილი ადევს ადამიანს და ამათმა ქართველი თავისივე რაღაცა გორელი თავისივე რავი ქვეყნის შვილი ესე ფიზიკურად გაიმეტეს და ერთი ადამიანიც კი პოლიციელებიდან არ გამოესარჩლა და ეს სისხლის სამართლის დანაშაული აქ მარტო მორალურ სტანდარტებზე კი არ ვსაუბრობ აქ კოდექსში ამას რომ უმოქმედობით და ჩადენილი დანაშაული ასაგებია მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ მე ვამბობ რომ მეგობარი გამოესარჩა და ეს მეგობარიც ცემეს და ამ ერთი ადამიანის ცემაზე რო არის დაკავებული 6 პოლიციელი იმ მეორე მეგობრის ცემა არ არის დანაშაული თუ ესმის ლაშას შემიხნა. აი ახლა უკვე მისმის. ხო, ანუ რას ვამბობ, იცით რომ არათუ პოლიციელი არ გამოესარჩლა, მეგობარი რო გამოესარჩლა, ის ცემეს, ისიც ცემეს და იმის ცემა თუ არის დანაშაული, მეგობრის ცემა არ არის დანაშაული, ამაზე არის ვინმე დაკავებული. თქვენი ხმა წდება. კარგად არის, მაგრამ მის რომ მეგობარზე ძალადობას გულისხმობთ, ხო ბატონ ლაშაზე რო იცალათ. ხო, კი ბატონო. ხო, ანუ ეგ მეორე ფაქტი, ხო, ამი ადამიანი რომელიც თავისთვის დგას, მეგობარი რომელიც მივიდა დასახმარებლად რომ რაღაცნაირად ეს სიტუაცია განიმუხტა, როგორ ხეცურად ახტება და როგორ ძალადობს. აქედან მაგიტომაც ვამბობთ, რომ ეს თავისი ინტენსიობით, თავისი ქმედებებით, ერთი მხრივ არის არაადამიანური მოპყრობა, ხო თქვენ ხო ალბათ კადრები ნანახი გეკრებათ, რა თქმა უნდა, როგორი სიტყვებით აგინებენ. აი წარმოიგიგია წაქცეულ ადამიანს ბორკილ დადებულს ეგეთი დედის მისამართით, ეგეთი სიტყვებით რო შეაგინებ, ხო მაგაზე მეტი არაადამიანური ქცევა რაღაც კიდე, ხო რომელიც კოდექსითაც არის გაწერილი. ერთი მხრივ მოხდა წამება, მეორე მხრივ არის ეს არაადამიანური ქმედება და პირველ რიგში რა უნდა შეწყდეს პაპუნაზე სისხლის სამართლის წარმოება. და იმას დაგეთანხმებით, რომ კადრები რო არ ყოფილიყო, აი 100%-ით გეუნებით. დღეს იქნებოდა 6 წლამდე პატიმრობაში ნაწამები
დაზარალებული პაპუნა, რომელსაც დაუგრევდნენ ცხოვრებას, რომელიც არის პატიოსანი, ადამიანი, რომელიც შრომობს თავისი შრომით, რომელიც მუშაობს ბანკში, დაუგრევდნენ ხსიან ოჯახს, ხო? აი წარმოიდგინეთ როგორია, ხო, ესეთ ადამიანს რომ იჭერენ და მეორე მხრივ ეს მოძალადე პოლიციელები გამოვიდოდნენ, ვითომ იქნებოდნენ სრულმოწმეები. და მე ესე გააგრძელებდნენ ვითომ ყოფას და რამდენი ადამიანისთვის აქვს ესე დაღუპული ცხოვრება, ხო? ან ძალიან ბევრ ადამიანს და მე რამდენი კადრები არ გადაღებულა. მადლობა დიდი ლაშა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლაშა ტყეშელაძე ადვოკატი გვერდთვებოდა და სტუდიაში არის ლევან სამუშია, ლელო ძლიერი საქართველოს წევრი, იურისტი. მოგესალმებით. ლევან, თქვენი შეფასება როგორ იქნება? ფაქტის ხელისუფლება ამბობს, რომ გადაცემა მოხდა და ჩვენ ვირეაგირეთ, ასე რომ არაფერი ხელისუფლებაზე აქ პასუხისმგებლობა ვერ იქნება. მოგესალმებით, მესალმები მაყურებელს, მადლობა მერაბ მოწვევისათვის. ეს არის უმძიმესი ფაქტი და ძალიან მძიმე სანახავი იყო გუშინ, რაც ვიხიდეთ ტელევიზიით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო გამბედაობისათვის თქვენ კოლეგებს, ჟურნალისტებს, როგორც აღმოჩნდა ჟურნალისტებს გადაუღეთ აღნიშნული ფაქტი, რამაც უზრუნველყო ერთის მხრივ დარწმუნებული ვარ ამ ადამიანის ამ შემთხვევაში შემდგომში მომავალი, ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ მე სხვანაირად ვერ უშვებ ამის მჯერა რომ ეს ადამიანი დღეს საპატიმროში იქნებოდა და პირიქით ის დაკავებული ადამიანები ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით დაზარალებული სტატუსით იქნებოდნენ აღჭურვილები, ხო? აქედან გამომდინარე, ახლა როდესაც საუბრობთ ჩვენ ფაქტზე, უყურეთ მერაბ რეაქციად ყურადღება, უმძიმესია ფაქტი, როდესაც 10-ზე მეტი ადამიანი ერთ ადამიანს ურტყამს და წაქცეულს და წარმოუდგენელი სისასტიკე, მაგრამ შემდგომ რომ აცნობიერებ, რომ ეს ადამიანების ჯგუფი არიან პოლიციელები ჯგუფურად, რომლებიც ერთ დაკავებულ საკუთარ მოქალაქეს უსწორდებიან, ხომ წარმოგიდგენიათ რა უმძიმესი ფაქტია და მოდი დავსვათ მერაბ კითხვა. ჩდება თუ არა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სისტემური ხასიათის, ვინაიდან, როდესაც თავზე ხელაღებულად იქცევით, დღისით მზისით, აქ თუ არა ამ ადამიანებს, მოდი დავსვათ კითხვა, დაუსჯელობის განცდა, რომ მათ არავინ შეეხება და შემდეგი კითხვა მერაბ, რასაც თქვით და გავიმეორებ, ხო? რომ არა ჟურნალისტების ქმედება ამ შემთხვევაში. რაც არ უნდა ჩვენება მიეცა დაზარალებულს და მსხვერპლს, გაითვალისწინებდა თუ არა მერაბ ვინმე? თქმა უნდა, რა. და ამაზე არის, მე საუბრობ თქვენ კი არ გსვამთ. მაყურებელს თუ ვინმე საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დარჩა, მოდი დავუსვათ კითხვა და გასცეს ამას პასუხი ხალხო. ეს ხო წარმოუდგენელი რამ არის. მეორე საკითხი მერაბ. როგორც მოქმედება ამ შემთხვევაში არის დანაშაული, ასე უმოქმედობაც არის დანაშაული, როდესაც დანაშაულს ეხება საქმე. ჩვენ ხედავთ იქ 10 იყო, 12 მონაწილეობდა უშუალო ძალადობაში თუ ასე შემდეგ, ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ფიზიკურად ამ ადამიანის ამ შემთხვევაში წამებაში, ცემაში და ასე შემდეგ. მაგრამ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ვალდებულება რა არის, მერაბ? თუ თვითონ ამ შემთხვევაში იქ ვინმე 10-დან, თუ 15-დან, თუ 20-დან უშუალოდ ფიზიკურად არ დაარტყა ერთმა ან ორმა ადამიანმა, მისი მოვალეობა არის, რომ აღკვეთოს ეს ქმედება. და მიიღოს ყველანაირი ზომა რომ აღკვეთოს ქმედება. ამ შემთხვევაში უმოქმედობას დანაშაულია. აქ შეფასება უნდა მიეცეს ყველა თითოეული მათგანის ქმედებას, როგორც მოქმედებას დანაშაულებრივს, ასევე დანაშაულებრივ უმოქმედობას. აი ამაზეა მერაბ საუბარი. ახლა ჩვენ საუბრობთ მერაბ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი კონკრეტულად, როდესაც ნაცემი არის, ხო? ხედავდით რომ ადვოკატი გვეუბნებოდა ახლა რომ ვერსიებზე მიდიოდა წინასწარ საუბარი არც იცოდნენ რა ვერსია განებეთიარებიათ. ეს ხო უმძიმესი ფაქტია თვითონ. ყურე წარმოიდგინეთ, ადვოკატი გვეუბნება რომ ცივი არაღისკენ, დანისკენ. გუშინ ეგ თქვეს, რომ ხო, შეიძლება მე გამომჩა, შეიძლება მე გამომჩა და დანაქონდა, ანუ დანის ვერსია განავითარეს. ახლა შემდგომ გადმოვიდა საუბარი ქვაზე. ახლა უნდა დაისვას კითხვა. ის მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა დანასთან დაკავშირებით. დაიკითხა თუ არა? დაესვა თუ არა კითხვა? რატო გაავრცელა ეს ინფორმაცია? საიდან ქონდა ინფორმაცია, რომ დანა ქონდა? უშუალოდ ნახა თუ არა? და ქონდა თუ არა და ბუნებრივი ლეგიტიმური კითხვა, ხო? იდიოტა თუ არა საქმის ფაბრიკაცია? საიდან გაშთა შემდეგ ქვა? დანა რატომ ჩაანაცვლა ქვამ ამ შემთხვევაში?
დანას შეიძლება ანაბეჭდები ჭირდებოდა, ხო, იმას რომ მოიღებდნენ და თელი დნმ-ის ყველა. ეძებე ხა ქვა იმ რიყეზე, რაც ბევრი ქვები იყო იქო მე მგონი, ხო? აი ამაზე გვაქვს საქმე და ამასთან დაკავშირებით და შემდგომი სისტემურობა. ბუნებრივია, როდესაც მე რა ჩვენ საუბრობთ და მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ადამიანებს აქვთ დაუჯერობის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ერთი ადამიანის ქმედებაზე ხო არა საუბარი, ორი ადამიანის ქმედებაზე ხო არა საუბარი. ჯგუფურად წარმოუდგენელ ძალადობაზეა ხალხო საუბარი, ხო? ანუ ეს ამ ადამიანებში იქნება განცდა რომ მოსულა და ეს არაერთი შეიძლება იყოს. და მეორე ჯგუფი აღარა დავასრულებ. სისტემურობაზე როდესაც საუბრობ და დღეს გამოდიან თქვენ თქვით, რომ აი თურმე ირეაგირეს. უკაცრავად, მაგრამ ასეულობითაა თითქმის ათეულობით და აზე მეტი ფაქტია, სადაც ხალხი დაზარალებულადაა ცნობილი და საქმეები არაა გამოძიებული. მე გეტყვით, დავით კაცარავას სახის ძულების დამტვრევა, ჩვენ კარგად ვიცით, ხო, დალეწეს ადამიანი, დააკავეს დალეწეს. უკაცრავად, ვინცემა, ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინ დალეწა. მეორე, ალეკო ელისაშვილის ფაქტი მინდა. გითხრათ, რომელიც როგორც ახსოვს სახელმწიფო კანცელარიის წინ დააკავეს და ნაცემ ნაბეგვი ადამიანი გამოუშვეს გარეთ. კიდევ ერთს გეტყვით, მე რა, ეს ხო ფაქტია რა, ამასთან დაკავშირებით და ახლა გამოდიან და თურმე არა აქ სისტემურობაზე უკითხებიც არ უნდა დავსვათო, კაცო. რას ლაპარაკობთ? მეორე საკითხი, მე რა, თქვენ გემახსოვრებათ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც საპროტესტო აქციები იმართებოდა ახალგაზრდებს თამარ მეფის ხიდის მხრიდან ავტომობილები მოადგა, გადმოვიდა პიროვნებები, ცემეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდგომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად თორტები ნოდარ მელაძის და სხვა შეიძლება თქვენ საფრთხეს იყო და შემდგომ აჩვენეს მანქანის ნომრები და სავარაუდო მოძალადეთა ლეონიძის ქუჩაზე პირდაპირ ტრანსის გეტყვით, მიუყვებით რამდენი ვთქვათ, ხო? მიუყვებით სავარაუდო მოძალადეთა სახელი და გვარები. ეჭვიზეც იყო, ხო? სად არის სამართლებრივი რეაგირება? შემდგომ პირველი ჟურნალისტებს გაუსწორდნენ და ნუ არ ვიცი, სასწაულებრივად გადარჩა, ხო? სასწაულებრივად გადარჩა ჟურნალისტი და ოპერატორი, ასევე მარიამ გაფრინდაშვილი. ნუ რომელი ერთი ვთქვათ მერა, რომელი ერთი თქვა და სად არის ეს გამოძიების შედეგები? აბა გვითხრან. ხო, ფაქტებში ზოგი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სატელევიზიო კადრები არსებობს, მაგრამ შედეგი რა? შედეგი არაფერი არა. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად როგორც დანაშაული ასევე როგორც უშუალო დანაშაულის ჩადენა წაქეზება დაკვეთა და ასე შემდგომ დამკვეთი თუ ყავს დანაშაულს ზოგადად ასევე დანაშაულის არ გახსნათ განზრახ და ხელის დაფარებად განზრახ ამ შემთხვევაში სამსახურეო უფლებამოსილების არ შესრულება ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამას მინდა მივაქციოთ ყურადღება იმიტომ რომ მოვადრო და ყველა აგებს ამასთან დაკავშირებით პასუხს ეს არის წარმოუდგენელი ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი და ახლა შეეხება და თავარ საკითხ წამების კიდევ ერთ ფაქტი გამოგჩა გუშინ ეს კაცი რომელიც გლდანის სამმართველოში მოკვდა შარშან იყო თუ მგონი შარშან იყო თუ გახსოვთ მერიის თანაშმული ყაყიტაშვილი არ ვიცი გახსოვთ თუ არა ეს ფაქტი ძალიან გახმოვანებული ფაქტი იყო მეგობარი იქაც უბრალოდ კადრები არა გვაქვს მაგრამ მეგობრის ჩვენება გვაქვს რომელიც ყვებოდა მედიასა რომ მეორე ოთახიდან გლდანის პოლიციიდან მესვოდა განწირული ყივილი ჩაიმეზობლის და ეს მიჩი დაიღუპა ანუ პოლიციაში ნაცემი ადამიანი მოკვდა და ამაზე რეაგირება არავის არ აქვს ოპოზიციამაც კი რატომღაც დაივიწყე ეს საქმე და საერთოდ აქ სიკვდილით დასრულდა აი ახლა ხას ბატონი ყაყიტაშვილის რამოდენიმე თვის უკან თბილის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და რამოდენიმე თვის უკან მე რა ახალგაზრდა ბავშვი რომელიც დააკავეს თქვენ გემახსოვრებათ შემდგომ ტელეფონით ჰქონდა მისი ამ შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი ჩაწერილი და იძულებული შეიქმნენ ანუ რაზეა საუბარი რომ ემოქმედად ანუ რაზეა საუბარი თუ ვიდეო მტკიცებულება არ არის რომელსაც უტყუარობის ნუ 100%-იანი არის გარანტიით ხო უტყუარობის რომელსაც ხედავ პირდაპირ ხო თუ ეს არ არის მტკიცებულება ხო გარანტია ეს ამ შემთხვევაში ადამიანს არ აქვს გამოდის რომ მან თავი დაიცვას ეს ერთი მეორე და მთავარი ფაქტი აქ რაც შეეხება ხო დაწყებულ გამოძიებას ჩვენ ხედავთ მე რა რომ აყენებდნენ შეურაცხყოფას ძალადობდნენ და ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის და წამენებასთან გათანაბრებული ქმედების არაერთ ადგილას იყო და არაერთი ეპიზოდი იყო. ეს იყო ჩვეულებრივად ერთ წამში ან ერთ ნახევარ წუთში დასრულებული ეპიზოდი ხო არ იყო. ამ ადამიანს მიესევოდნენ, პირდაპირ ათრევდნენ, რასაც ქვია, ხო უყურებდით არა ადამიანს, რასაც უკეთებდნენ. ახლა უნდა დაისვას კითხვა
ეს შეფასება ჯგუფური დავასრულებ. ეს შეფასება საბოლოოა ამ შემთხვევაში ბრალთან დაკავშირებით. თუ მსჯელობს გამოდამას უნდა გაცეს პროკურატურამ პირველ რიგში პასუხი. პროკურატურა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. პროკურატურა ზედამხედველი გამოძიებაზე მსჯელობს თუ არა, რომ შემადგენლობა შეიძლება იყოს წამების ამ შემთხვევაში. რაცაც ჩვენ ვუყურებთ. ამასთან დაკავშირებით მსჯელობენ თუ არა და თუ მსჯელობენ მიიღეს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება და რას ეუნებიან საზოგადოებას, რას ეუნებიან დაზარალებულს ამ შემთხვევაში. აი ეს არის და მე რა მთავარი რაც არის, რაც გუშინ ვნახეთ, ეს ამაზე რძენი ფაქტი. ჩემში ამან გამოიწვია და მე მგონი საზოგადოებაშიც ახმა რომ ამ ადამიანებს ქონდათ დაუსჯელობის სრული განცდა. რომ არა, მათთვის მოულოდნელად გადაღებული ეს კადრები, რომლებიც ჟურნალისტებმა შემთხვევით გადაიგებენ. თავარი რა არის? სხვაგან ყავთ წაყვანილი და თავგასულობის ხარისხი, თავხედობის ხარისხი. მინდა შევაფასოთ, რომ დღისით მზისით არც მოერიდნენ. დღისით ზისით არც მოერიდნენ. ხო, უბრალოდ დაფარებულში დაიყვანეს მათ. თავგასულობა ერთი და ორი ადამიანის ხომ არ არის, კაცო? ჯგუფურად თელი პოლიციის წარმომადგენლობა იქ რასაც უყურებდით. მისეული იყო ამ ხალხზე, ხო? ზოგი ძალადობდა, ზოგი საერთოდ ხელსაც არ უშლიდა. რაც ესეც დანაშაულია ამ შემთხვევაში. ეს აჩენს ზუსტად განცდას იმისას, რომ ეს არის ამ შემთხვევაში სისტემური ქმედება და მათ არ ქონდათ არანაირად იმის ფიქრიც კი რომ ისინი დაიჯებოდნენ თუ დაზარალებული მოითხოვდა გამოძიების დაწყებას, განაცხადებდა და ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვდა. იმიტომ რომ მათ განცდაც არ ქონდათ რომ ვინმე უღებდა და ამის კადრები არსებობდა. აი ამაზეა საუბარი. ხო, კი ბატონო, და სწორედ ამას ვამბობ, რომ წაიყვანეს თან ადამიანი, ხა იქ არ მომხდარა ინციდენტი, მანქანით გადაადგილდება პოლიცია, როცა ინციდენტი მოხდა, ანუ დააკავეს გვერდზე გაიყვანეს, რომ ოფარებულში ეცემათ, უბრალოდ არ გაუმართლეთ იმაში, რომ კორპუსიდან კორპუსში ჟურნალისტი ცხოვრობდა. ამაშია საქმე. ნეკრები მოტეხილი. როგორც ამბობენ, ხო? დაჟეჟილობები, უმძიმესი, ძიმე იყო იმის ხურება, რასაც უყურეთ, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, თან დაკავებული ადამიანი, დაკავებამდე ცემა, დაკავების შედგემცემა. მერე მიდის ჯგუფად მიდიან, მერე ისევ მოდიან, ისევ ურტყამენ. ხო და წარმოუდგენელია, რასაც ჩვენ უყურებთ გუშინ. და მე რა წერას ფაქტის ვახსენე, მინდა რომ ოპოზიციასაც ვთხოვოთ, რომ თქვენ მაინც მოიკლიეთ ეს, როგორ გაგრძელდა ადამიანი გარდაიცვალა პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში და ეს ახლა არანაკლები ის არის, რა ქვია, სკანდალი, ყველა დანაშაული. ყველა დანაშაული პასუხი უნდა აქვს. არა აქვს მნიშვნელობა ყველამ და ძალადობაზე მით უმეტეს, ხო ამაზეა საუბარი. ხო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ ხელისუფლება ხარ ცდილობს რომ ფონი შექმნას, რომ ჩვენ რეაგირებთ. იგივე ხუთი ადამიანი დააკავეს. უყურეთ სისტემურობასთან დაკავშირებით, მე თქვენ მოგიყევით ფაქტები, თუნდაც თავიდან მოყვეთ ეს ფაქტები და არც არის საჭირო, არაერთი 170 თუ არ ვწდები დაახლოებით, არ მინდა ზუსტი ციფრი დავასახელო, 100-ზე მეტი ფაქტია, როგორც ვიცი, დაზარალულად ცნობით ადამიანების დაზარალულად ცნობის, ხო? ამასთან დაკავშირებით. სისტემურობა არის, როგორც ხედავთ უკვე, ხო? აი ამ ძალადობრივი ქმედებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არ არის საბოლოო შედეგები დადგარი. სისტემურობაა კორუფციაში. მითხარით საკითხი მითხარით მიმართულება სადაც სისტემურობა არა. ხალხი გვეუბნება, ხალხო, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ხო? ესეც ხო დანაშაულზეა, სისტემაზეა საუბარი, ხო? ხალხი გვეუბნება, რომ პრემიერ-მინისტრიო, უსაფრთხოების სამსახურის უფროსიო, მისი მოადგილეო, მინისტრიო, მოადგილეებიო, ყველა კორუფციაში იყო ჩაფლობილიო. ამას აი ეს ხო სისტემურია ეს ქმედება ახლა. ხო წარმოგიდგენიათ, არა? თან ვიზია საუბარი, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა ებარა, ხო და ქვეყნის მომავალი ებარა და პასუხისმგებელი იყო. ეს ადამიანები ხა მოგიტრიალდებიან და გვეტყვიან, რომ ტაში დაგვიკაროთ და კორუფციას ვებძვით, ამას გეტყვიან. თვითონ განამწევს ეს, თვითონ მიცეს ხმა, რომ ამ აღარ თანამდებობაზე ყოფილი და რაზე უნდა ვილაპარაკოთ ამას. ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც მოხდა მანქანებში, ეგრეთ წოდებულ საწამებელ მანქანებს რო ეძახდა. და მაგას ვლაპარაკობ. აქციების დროს, ანუ იქ რატო ხდებოდა მანქანებში, რომ კამერებს არ გადაეღოთ. ხალხს აკავებდნენ, რაღაც მიკროავტობუსებში შეყავდათ და იქ ცემდნენ სანამ განყოფილებაში მიიყვანდნენ. ბევრი ამბობს, რომ მაგის კადრებიც არსებობს, თავად პოლიციელები იღებდნენ ამას. და შეიძლება ეს კადრებიც ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ამ ზოგ დანაშაულს აქ უდიდესი ხანდაზმულობის ვადა წამებასთან დაკავშირებით. ხანდაზმულობა არა, აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ყველა მოვადრო და პასუხს აგებს. თუ ამ ქვეყანაში
არ დაისაჯნენ მოძალადეები, ძალადობის დამკვეთები, ერთხელ და სამუდამოდ. მე ვსაუბრობ წინა ხელისუფლების დროს იმის წინა პრეცედენტი უნდა შეიქმნას, როდესაც ყველა ვინც ჩართულია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ის კი არა, სისტემების თავრობებმა გადმოიბაროს შემდგომ. რომ არ დაჭირდება, არა, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას ამის პრეცედენტი, რომ კანონის წინაშე ადამიანები, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადიან დანაშაულს, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას სწორი გზით განვითარება არ უწერია. დაუსჯელობის სინდრომი, ეს არის თავხედობა და თავგასულობა, რომლის შედეგებსაც ჩვენ ვნახულობთ აგერ უკვე. კი ბატონო, და ბოლოს მაინტერესებს რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ ქვეყანაში დაუჯელობის სინდრომი ერთი არის, მაგრამ მეორე მხრივ ეს წამება, ცემა, არ ვიცი, არაადამიანური მოპყრობა, ყველაფერი ეს არის უბრალოდ როგორც ჩვეულებრივი ერთი დღე პოლიციელისთვის. ანუ ჩვეულებრივი მოვლენა, მარტივად რო ვთქვათ. ამ კადრებმა ეს გვითხრა თუ არა ჩვენ, რომ ეს არის მათთვის ჩვეულებრივი ამბავი. ანუ ადამიანის ცემა, ძალადობა, იმიტომ მე ასე შეიძლება დამჩა, როცა კადრებს უყურებდი, რომ მათთვის ეს რაღაცა ჩვეულებრივი ამბავია. ისე მიესია მთელი განყოფილება იქ კადრებში ჩანს, რომ ცემს ხუთი კაცი და კიდე მორბის. მორბია, რომ მეც მივაყოლო წიხლიო. ახლა იქ რასაც უყურებ თქვენ იმ ადამიანებზე თუ საუბრობ, სხვა განჩდა როგორ შეიძლება გაჩნდეს ამათთან დაკავშირებით, რომ მე ვსაუბრობ მათ აქვს სუფთა დაუჯელობის განცდა, ხო? მათ აქვს დაუჯელობის განცდა. ეს პირდაპირ მიანიშნებს სისტემურობაზე ამ ყველაფრის, ხო? მარტო მათ აქვს რაღაც ჯგუფს, რომლებიც თავზე ხელაღებული, შარაგზის ყაჩაღებივით იქცეოდნენ? ამას სხვა მეტი შეფასება აქვს? მარტო მათ შეიძლება გქონდეთ? ანუ მათ აქვს განცდა იმისა, რომ არავინ დასჯის. იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში უნებია მაგაზე საუბრობ, მათ აქვს განცდა, იმიტომ რომ არ ყოფილიყო საუბრობ ვიდეო გადაღება, რომ არ ყოფილიყო ამის უტყუარი მტკიცებულების სახით აღბეჭდა ფირზე თუ ვიდეო საშუალებით, დავსვათ კითხვა, სად იქნებოდნენ დღეს ეს პოლიციელები და სად იქნებოდა დაზარალებული ადამიანი, რომელიც საოცრებად თურმე კიდე დაზარალების ბრალდებული სტატუსი აქვს და ჯერ თავიდან დანაზე იყო საუბარი და დანით უნდათ პასუხისგებაში მიცემა და შემდგომ თურმე დანა ქვით შეიცვალა, რასაც ადვოკატი გვეუბნება, ხო? ამასთან დაკავშირებით არის ყურადღება მისაქცევი, ამასთან დაკავშირებით არის გამოძიება ჩასახმავებელი, ნორმალურად რომ გამოძიება წავიდეს ადამიანმა, რომელმაც ახსენა დანა და გააჟღერა ვერსია დარწმუნებული და თქვა რომ მას დანა ქონდა, რატომ თქვა ეს, რატომ შეიცვალა, საიდან მოვიდა თქვა, ასე შემდეგ. კიდევ ეს საინტერესო ფაქტი არის, რომ ვამბობ რომ გაიყვანეს, ხო, იქ ხო ჩანს რომ ნანგრევებში ცემენ, სადღაც კორპუსების უგან, გაიყვანეს რატო, რომ ქუჩის კამერა არ ყოფილიყო იქ სადმე და ქუჩაში მაგით ვარცნეს, რომ უბრალოდ ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. ბუნებრივია რომ ახლა ვიდეო კამერების და პირდაპირ ეთერში ამას არაკეთებდნენ და არ გააკეთებენ, ხო? სადღაც კორპუსების ბუნებრივია ამას არ გააკეთებდნენ პირდაპირ ეთერში არ გააკეთებდნენ ბუნებრივია არა მე ამ რას უზომს იცი რომ ეს იყო არის სპონტანური ამბავი ანუ ნახე ერთი არის რომ შე რაღაცა შეკამათება მოგივა და შეიძლება თქვა რომ პოლიციელია და მასაც არ გაუძლო რაღაცა ადამიანობამ და იქვე რაღაცა მოხდა ინციდენტი არა ერთ ადამიანს არ გაუძლო ორს ჯგუფს თელს ну არ ვიცი სამართველოს რამის რაც იქ იყო მისული ხალხო ეს მეტყველეს პირდაპირ სპონტანური ამბავი კი არ არის ეს მეტყველეს საცემად არის წაყვანილი ეს მეტყველეს პირდაპირ იმაზე რომ ეს არის თავგასულობა და დაუსჯელობის განცდა მათში რომ თუ ეს ყველაფერი არ გამჟღავნდებოდა ვიდეო კადრები და უტყუარი მტკიცებულებებით მათ ხელს არავინ არ მოკიდებდა აი ამაზე არის საუბარი მადლობა დიდი განსაკუთრებისთვის ლევან სამუშია ლელოს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი დაგვალოდოთ რეკლამის შემდეგ გახარია საქართველოსთვის წევრი სოფო ხორგუანი შემოგვიერთდება აშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში და შეგახსენებთ რომ პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა. მე ვთხოვ საერთოდ რომ ეს კადრები გაუშვათ პარალელურად ეთერში რომ კიდევ ერთხელ ნახოს მაყურებელმა თუ რა ხდებოდა გორში, როგორც ცემეს ეს ადამიანი, ამის შესახებ ნათქვამი პროკურატურამ გაავრცელა განცხადებაში და კითხავთ რა წერია განცხადებაში. შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან
კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებულ უფლებამოსილებას, განხორციელებული ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებამოსილებები. სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტებით ჩადენილი ძალადობით ამუხლით არის საქმე აღძრული. თქვენ პირველ ბლოკში მოусმინეთ ადვოკატს, რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტება, სულ აქ არის ჯგუფური ძალადობა, იმიტომ რომ და თან არის როგორც გითხარით 6 პირი დაკავებული და კადრებში ჩანს გაცილებით მეტი პოლიციელი, იქ 6-ზე მეტი პირი ცემს, პლუს ცემის გარდა უმოქმედობა რომ არ აშველებენ, არ აჩერებენ სხვა პოლიციელები, ეს დანაშაულია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიქ მეგობრის დასახმარებლად მივიდა მეორე ადამიანი და ის ცალკე ცემეს, ხო, მის ცემაზე საერთოდ არ არის ჯერჯერობით საუბარი. 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ის მუხლი, რომელიც მიუყენებს. თუმცა ადვოკატი ითხოვს, რომ ეს იყოს ჯგუფური ძალადობა, იყოს ასევე არაადამიანური მოპყრობა, ანუ წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა ჰქონდეს ადგილი. რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო? სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშეო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის დროსაც შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომლებს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობაო. ხო, ეს ამბავი არის გასარკვევი, იმიტომ რომ ადვოკატები ამბობენ, რომ არანაირი ასეთ ამბავს არ ქონია ადგილი. და არის ეს ტყუილი, რასაც სამინისტრო ამბობს, გუშინ გვახსოვს, რომ ცდილობდნენ ეთქვათ, რომ ცივი იარაღი ქონდაო დაკავებულსო, ანუ დანის ჩადებას ცდილობდნენ, როგორც ადვოკატი ამბობს, დანის შეტენვას, ეხლა ქვაზე არის ლაბარაკი. შესაბამისად, დანაქვად გადაკეთდა, ამიტომ იწვევს ეს ყველაფერს. ყველაფერი ეჭვებს და შესაბამისად, კიდე ერთი რასაც ითხოვს ადვოკატი არის ის, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ შეწყდეს დევნა, იცით რომ ეს ადამიანი დააკავეს პირველ რიგში და ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ეხა კადრები რომ არ გავრცელებულიყო, დღეს ეს ადამიანი იჯდებოდა ციხეში და არა პოლიციელები და ამ ადამიანის წინააღმდეგ არ არის საქმე შეწყვეტილი, იტყოდნენ ალბათ რავი დანა ქონდა, რამე ქონდა და პოლიციას წინააღმდება გაუწია, როგორც ხშირად ხდებოდა, უბრალოდ ამ პოლიციელებს არ გაუმართლათ იმაში, რომ იქვე აღმოჩნდა, რომ იმ კორპუსში, რომლის უკანაც გაიყვანეს ადამიანი, ეს აღსანიშნავია ის, რომ ინციდენტის ადგილზე არ არის, სადაც დაიწყო ინციდენტი, ეს ცემა, ეს ადამიანი სადღაც გვერდზე ყავთ გაყვანილი, მიყურებულ ადგილზე, ანუ იქ ნანგრევები ჩანს, ხედავთ, ტყე ჩანს, უბრალოდ როგორ ჩანს, აქეთ მხარეს არის კორპუსი და აღმოჩნდა, რომ კორპუსში ცხოვრობს ფორმულას ჟურნალისტი, ასთან ერთად იყო სტუმრად ასევე ქართული ჯის სააგენტოს, ასე თქვა, ჟურნალისტი და მათ ამ ფანჯრიდან, კორპუსის ფანჯრიდან გადაიღეს და სწორედ ამის გამო არის ასეთი რეაგირება, სადაც კადრები არ არის და ვერ მტკიცდება ხოლმე ასე ჭირს პირდაპირ დამტკიცება პოლიციის დანაშაულის, იქ ხედავთ ხოლმე როგორ ვითარდება მოქმედება, მაშინ დაზარალებულს იჭერენ და არა პოლიციელებს, მაგრამ აქ ახლა სხვა გამოსავალი არ ქონდა ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრის ამბობს, რომ გმობს ამ ყველაფერს, ძალიან კარგია ამბობს კობახიძე, რომ კადრები გავრცელდა, გამომდინარე იქედან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი რეაგირება, რომელიც სამართალდამცველების დაკავებას გულისხმობს, სწორედ იმიტომ იყო საჭირო, რომ ასეთი ტიპის ძალადობა სისტემური ხასიათი არ მიეცეს. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირებაო, განაცხადა კობახიძემ. საზოგადოება მიხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე. რა თქმა უნდა, არც ერთი სამართალდარღვევა, მით უმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ, თქვა კობახიძემ. მე შეგახსენებთ, რომ უამრავი ძალადობის ფაქტი არის გამოუძიებელი. მე ასევე შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 წლის წინ მოხდა ასეთი ფაქტი გდანის განყოფილებაში,
დააკავეს თბილისის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი თავის მეგობართან ერთად და შემდეგ ის საავადმყოფოში მიყან შემდეგ გარდაიცვალა. როგორც მისი მეგობარი, ბატონი ყაყიტაშვილი, ასეთი გვარის ადამიანი, ეს მეგობარი პირდაპირ ყვებოდა, რომ მე გვერდით ოთახიდან მესმოდა ჩემი მეგობრის როგორც ცემდნენ, ცემის ხმა, სასტიკი ცემის ხმა და ის პირდაპირ ამბობდა, რომ ცემის შედეგად გარდაიცვალა ეს ადამიანი. თუმცა ამ დომდე არავინ იცის რა რეაგირება მოყვა ამ ყველაფერს და შესაბამისად პოლიციაში გარდაცვლილი ადამიანის მკვლელები დასჯილები არიან თუ არა. რატომ? იმიტომ რომ კადრები არ აგვაქვს. ოთახში ხდებოდა პოლიციის და ასეთი ღია დანაშაული არ დაფიქსირდა და სადაც ასეთ ეს კადრები რაც ახლა ჩვენ ნახეთ, ბუნებრივია მოწმობს იმას, რომ ასეთი რამ შეიძლება ჩვენ პოლიციის შემთხვევაში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყოს, უბრალოდ, როცა კადრები არ არის, მათთვის ეს ხდება დაუსჯელად. ახლაც როგორც ჩანს, მათ ამის იმედი ჰქონდათ, რომ დაუსჯელები დარჩებოდნენ, იმიტომ რომ ერთი ადამიანის ცემას არ ჭირდება 30 ადამიანი, რასაც ჩვენ კადრებში ვხედავთ. ამ კადრებში ნათლად ჩანს, რომ იქ ყველა ცდილობს თავისი წეხლი ჩააზილოს დამატებით ამ ადამიანს, თითქოს რაღაც მოვალეობას იხდიან და მათთვის ეს დაუსჯელობის სინდრომი არის ჩვეულებრივი, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ არ დაისჯებოდნენ ამის გამო, უბრალოდ პირიქით ამ დაზარალებულს შეტანდნენ რაღაცას დანას ან რამეს და ასე აირიდებდნენ თავს. ადვოკატი რას ამბობს ამ ქვასთან დაკავშირებით, მე წაგიკითხავთ ამ განცხადებასთან. შინაგან სამინისტროს განცხადება არის უბრალოდ მცდელობა რაღაცაირად გამართლება მოხდეს იმ საშინელი ძალადობის, რომელიც ვნახეთო, ასე ეხმაურება პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი ბატონ ალექსანდრე დარახველიძის განცხადებას. რომ დაზარალებულმა ქვა გამოიყენაო. გამორიცხული ასეთი რამ მომხდარ იყო და არც მომხდარ ამბობს ადვოკატი. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი იმაზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან რომელიმე ახორციელებდა გარკვეული ტიპის ძალადობა, შეიძლება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდეს, რომ რამე ფორმით მოხდეს გამართლება იმ გაუმართლებელი სისტატიკის, რომელიც პოლიციელებმა გამოიჩინეს, რომ ამბობს ადვოკატი. ჩვენ საქმის სრულ მასალებს არ ვიცნობთ, რადგან ჯერ ჩვენ დაზარალებულად ცნობა არ მოხდარა, როცა ეს მოხდება, იმ ეტაპიდან გვექნება სრული ინფორმაცია, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და რა მოცულობით. ქვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს საქმის მასალებთან წვდომის არ ქონის გამო, თუმცა ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ. საუბარი იმაზე, რომ ქვითან რამე ფორმით ძალადობას ჰქონდა ადგილი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებიდან, რომელიმეს მხრიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართ ეს უბრალოდ გამოგონილია, ამბობს ადვოკატი, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რაღაც ტიპის მიზეზი მაინც მოინახოს იმ გაუმართლებელი სისასტიკის, რომელიც პოლიციელებმა გამოიჩინეს. ისეთი ტიპის ძალადობა მოხდა, მიზეზის არ არსებობს, უმიზეზოდ ძალადობა იყო, თქვა მან. მე ასევე გაგაცნობთ დაზარალებულის დედის განცხადებას, რომელმაც გააკეთა ამ თემაზე კომენტარი, რას ამბობს დედა. გეტყვით ამას. წაგიკითხავთ მის განცხადებასაც. როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვისო, ამბობს დედა. არა და არანაირი შეხება წამალთან არ აქვს. შრომელი განათლებული ბიჭია, ყიროდნენ თურმე 7 წლიან სისხლზე გაუშვიო. ამის შესახებ განაცხადა ამბები ჯისთან საუბრისას ამ დაზარალებულის დედამ. ბანკის თანამშრომელია შეგახსენებთ, მას კრიმინალთან აქამდე შეხება არ ქონია. ნინო ელკაშვილის თქმით, პაპუნა ლოცულაშვილი ისეთი ბიჭი არ არის, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწია პოლიციისთვის. კადრების ჩანს, სამუშაო ტანსაცმელი აწვია სპორტული ჩემშვილს და რომ გამოათრევენ, დააგდებენ და ურტყამენ, აგინებენ, სასტიკად ნაცემია პაპუნა. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ნახეს სახე სულ ჩაშავებული ჰქონდაო, ანუ ძმაზია ლაპარაკი, სილურჯები აქვს ყველგან, ტვინის შერყევა, დაუდგინდა და ნეკნიც ჰქონია მოტეხილი. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ პაპუნა უპატიოსნესი ბიჭია, ისეთი ბიჭი არ არის, რომ წინააღმდეგობა ეწია, როგორც გავიგე, აპირებდნენ, რომ წამალი ჩაედოთ მისთვის, ამბობს დედა, არა და არანაირი შეხება წამალთან არ აქვს. შრომელი განათლებული ბიჭია, ყველოდენ თურმე 7 წლიან სისხლზე გაუშვათო. ესენი არიან კანონიერი ყაჩაღებიო, ამბობს დედა, მეტი არაფერი. გორში სალონურ საღამოებს მართავ ხოლმე, ჩანიშნული მქონდა გუშინ პოეტური საღამო, თბილისიდან მოდიოდა ხალხი და იძულებული ვიყავი გამემართა მთელი დღე განვიცდიდი ამ ამბავს, ძალიან გამანადგურ ამ ამბავმა. ყველამ მოითხოვს მათ უმკაცრესად დასჯათ. ფიზიკურ ტკივილთან ერთად რამხელა მორალური და ფსიქოლოგიური ტკივილი მიადგათ ამ ბიჭებს. ისეთი ფაქიზი სულის ბიჭიაო, პაპუნაო, ამბობს დედა. ის ამბობს ასევე ასეთ რამეს, რომ
ჟურნალისტი, ვინც კადრები გადაიღო, მოგეხსენება ჟურნალისტების შემთხვევით აღმოჩნდა იქ, იმიტომ რომ აღმოჩნდა იმ კორპუსში ცხოვრობენ, რომელი კორპუსის უკანაც გაიყვანეს საცემად, ცხოვრობს და ფორმულა ჟურნალისტი და მან გადაიღო. ჟურნალისტი, ვინც კადრები გადაიღო, ამბობს არა ადამიანმა ღმუილმა გამაღვიძაო, ანუ ეძინა ადამიანს, მეორე სართულზე რომ გაიგებდა თან გძინავს, წარმოიდგინეთ როგორ ყვიროდა პაპუნა ამ წამების დროს. ჩემი შვილით გამეტებით არის ნაცემიო. სოფო ხორგვანი შემოგვიერთა, რომელიც ცოტა დაგვიგვიანა და ამიტომ ვიცი ამ რამდენი ასე ვთქვათ, ინფორმაციის საკითხვა თქვენთვის. გამარჯობა სოფო. გამარჯობა. მადლობა მაინც რომ მოგვისწარეს, სულ 5 წუთი დაგვრჩა თქვენთვის და ძალიან დიდი ბოდიში ქალაქში ესეთი კარგი სატრანსპორტო პოლიტიკა გვაქვს ისე აქვს მოწესრიგებული ყველაფერი რომ აი ასეთ დღეში ვართ მოკლედ. ბევრ კითხვას არ დაგისვამთ და რომ შევაფასოთ ეს ფაქტი რაც მოხდა. ხა ჩვენ გამოვიყენეთ პარლამენტში ტრიბუნა რომ ამ თემაზე გვესაუბრა მიუხედავად იმისა რომ თავად მათ ქართულ ოცნებას უნდა დაეწყო ამ თემაზე საუბარი არც ქონდათ გეგმაში ვაიძულეთ ამ თემაზე საუბარი მაგრამ ის რაც ისაუბრეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ მდგომარეობას ახლა იმაზე არ მოვყვები რომ ახლა არჩილ გორდუაძეს თურმე ჩემი სიტყვა როგორ გავბედე თურმე სიტყვა ფეხთამლოკი გამოვიყენე ფეხთამლოკი ჩვეულებრივი ქართული სიტყვაა სინონიმი ფარისევლის ბლინქნელის აი ზაირ არსენიშვილს აქვს უკარგესი წიგნი იცით ახლა სოფელო იყენებს ამას ეს ჩვეულებრივი ქართული ლიტერატურული სიტყვა მაგრამ სიტყვები კი არა ნახეთ როგორი პოზიცია აქვს ესე იგი გახარიას თემაზე და გახარიას პარტია როგორ ბედავთ ამაზე ლაპარაკსო პარლამენტის წევრები ხო და სწორედ ამაზე ლაპარაკებით პარლამენტის წევრები იმას რომ ვერაცნობიერებენ რა განსხვავება არის როდესაც ადამიანი მიდის თავის გზაზე მიდის სამსახურში და მას დაესხმება თავს როგორც კრიმინალური ბანდა სამართალდამცველები და ის როცა რაღაც შტურმი არის პარლამენტზე და იქ ხდება გადაცდომები ამის განსხვავებას რომ ვერაკეთებენ ის ადამიანები დღეს პარლამენტიდან ვის უნდა ელაპარაკებოდნენ ან სამართლიანობაზე ან წესრიგზე ან რაღაც კანონიერებაზე წარმოგიდგენიათ მიდიხართ სამსახურში ან რომ ქუჩაში მიდიხართ და უბრალოდ აი ვიღაცა თავზე ხელაღებულმა ადამიანებმა ყველაფრის უფლება რო აქვთ აი ესეთმა ადამიანებმა სამართალდამცველებს როგორ უნდა უწოდებდეთ ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივი კრიმინალური ბანდის მორალით რომ მოქმედებენ ერთზე ხელბორკილი რო დაადეს და მერე კიდევ ურტყამდნენ მითხარით ეს რა სისტემაა რაზე ვლაპარაკობთ რა შეფასება უნდა გავუკეთო ამას? სამართლებრივი, მორალური, როგორი შეფასებით უნდა შევაფასო ეს? რომელი კატეგორიით უნდა შევაფასო ეს? კაცური, ვიცი, ქართული ერთ ადამიანზე, ხელბორკილ დადებულ ადამიანზე, რომ ძალადობს ამდენი და არც ერთმა არ გააჩერა იქ გვერდით მყოფი. და მეტიც რომ გამოვიდა მე იქ მათი უფროსი, არც იმან გააჩერა. და ყველაზე ახლა რომ გვაყვედრიან აი ხომ დავაკავეთო არც ამას გააკეთებდნენ რომ არ გახმაურებულიყო მადლობა იმ ჟურნალისტებს ვინც ეს გაახმაურა შეიძლება ვიღაცა მოქალაქე რო ყოფილიყო იმას ვერც გაებედა რომც გადაეღო ვერც გაებედა გასაჯაროება გაგვიმართლა შემთხვევითობა არის რომ აი იმ ადამიანმა ვინც რეგიონალურ მედიაში ვინც მუშაობს იმან გაბედა ის რომ აი თან ესეც ძალიან საინტერესოა რეგიონალურ მედიას რა დღეში აგდებენ ამიტომ არ უნდათ მედიები ამიტომ არ უნდათ თავისუფალი მედია რომ ასეთი მათი დანაშაულებრივი ქმედება მიჩქმალული რომ იყოს ამიტომ არ უნდათ ეს ყველაფერი აი როგორი შეფასება გინდა ჩემგან მითხარით აი მორალური ჭირდება ადამიანური ჭირდება სამართლებრივი ჭირდება აი ჩვენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით რეაგირება მივეცით და დავიჭირეთ უი რას მოლაპარაკებით ისინიც იჭერდნენ მე და მე მახსოვს მაგალითად იგივე გირგვლიანის შემთხვევაში ძალიან კარგად მახსოვს მაშინაც დაიჭირეს ვიღაცეები კარგ პირობებში ყავდათ და მე შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა გავუცი იქნება აქაც ასეთი ამბავი გულოდება მაგრამ ეს ყველაფერი ციტრისი შედეგია დაუსჯელობის იმიტომ დაუსჯელობა ასეთ შემთხვევაში პირდაპირ წახალისებას ნიშნავს პირდაპირ წახალისებას ნიშნავს ვის 6 კაცს იქ ჯერ ვიდეოში ჩანს რომ გაცილებით მეტია და ის ვინც იქ იყო ვინც მათი უფროსია მისი პასუხისგებლობა არ არის მაგრამ რაზე უნდა ვილაპარაკო მინისტრი ყავს სანქცირებული ადამიანი სანქცირებული არის ადამიანის უფლებების შელახვისთვის და მე ყველას ეწყინათ ნაცებს როგორ გადარებო რაც მე დაიწყეს ხო ქონდა ცდილობა გაშავების და დღესაც ბრალდებული სტატუსი აქვს იმ ბიჭს დაზარალების ხო ჯერ დანაზე ლაპარაკობდნენ დანაკობა ეხლა თქვა ის როლა კი რაღაც 171 თუ რამდენი და მწვარი პოლიციელის გვერდზე დააყენეს ეხლა კიდევ რაღაც თქვა ესეც ის მეთოდია რომ აი ვიღაცა კრიმინალი იყო აი წარმოუდგენელ რაღაცას წარმოგიდგენიათ ეს რატომ აღშფოთთ თურმე ესეთ რაღაცაზე იმიტომ რომ ეს ვიღაცა კრიმინალის დაკავებაზე კი არ იყო იქ შეიძლება რაღაც გადაცნობა მოხდეს ისიც დაუშვებელია აი მიდიხარ შენთვის ქუჩაში და ვიღაცა აი ამას გაბედავს და ეს ხალხი სახელმწიფოს სახელით მოქმედებს ეს ხალხი სახელმწიფოს სახელით
იღებს თავის თავზე ამდენ რამეს და მე ესეთი სახელმწიფო არ მინდა. თქვენ გინდათ ესეთი სახელმწიფო? ჩვენ არ გვინდა ესეთი სახელმწიფო. არც ერთ არ დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების არც ერთ მხარდამჭერს ქართული ოცნებისთვის იმიტომ არ მიუცია რა ძალაუფლება, რომ აი ესე ქუჩაში ადამიანებს თავს ესხმოდნენ კრიმინალური ბანდის სახით, რა ვიცი, რა დავარქვა მაგათ, აი რაღაც ორგანიზებული კრიმინალური ბანდა. აი ესე მოქმედებდნენ. ასე მოქმედებდა სახელმწიფო, ეს გვინდა, ეს გინდა თქვენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ხა ისე თქვა, ერთეულ გადაცდომებს ეძახიან და არის ხა ეს ფაქტები ერთეულ. ეგ ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ტერმინოლოგიაც იგივეა, ზუსტად ასე აფასებდნენ ნაცმოძრაობის წევრები იმ ძალადობრივ ამბებს, რაც იყო. აი და ცალკეული გადაცდომები იყო, დღესაც ასე აფასებენ სხვათა შორის. განა აღიარებენ იმ სისტემურ ძალადობრივ მოქმედებებს, არც დღეს არ აღიარებენ და ზუსტად იმად გვანან. დღეს გივი მიქანაძე იყო საკუთარ წარსულზეც უარს ამბობდნენ, ჩვენ არ ვამბობთ საკუთარ წარსულზე უარს, არავითარ შემთხვევაში. იმასაც უარს ამბობდნენ და ძალიან საინტერესო იყო, რომ დღეს მინისტრად დამინიშნეს, განათლების მინისტრად დამინიშნეს კაცი, რომელიც იყო მინისტრის მოადგილე, კურატორი პენიტენციური სისტემის, სადაც ზუსტად მისი მინისტრის მოადგილე რო იყო იმ დროს, მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს 7 პატიმარი ჩაცხრილეს. ეს სტრასბურგმა დაადასტურა. ეს თქვენ გულისხმობთ ნაცების დროს. რა თქმა უნდა, გივი მიქანაძე მაშინ იყო, მაგრამ ეს მოადგილე იუსტიციის მინისტრი. დიახ, და პირდაპირ იყო როცა ციხის ბუნტი მოხდა. პირდაპირ იყო კურატორი პენიტენციური სისტემის. და რა ბაჩუ ახალაერაზეზის საბხუარიცით, იმ საქმეზე ზის და მისი პასუხისმგებლობა თურმე არ არის, მაგრამ აი ეს დამოკიდებულება, რომ ეს თურმე მცირე გადაცდომა არის, როგორ ეს რომ მცირე გადაცდომა შემთხვევით რაღაცა მოხდა, როგორ აი წარმოგიდგენიათ იქ რამდენი ადამიანიც იყო იქედან ერთს როგორ არ გაუჩნდა არ სურვილი ამ ცდელობა ნახეთ იქ ცდელობა ვინმეს აჩერებდა არ გინდათ დამატებით ხალხი მორბოდა იქ ხო დაიწყო ერთი პატარა მანქანა თავით თქვენ მოწაიკითხეთ ხო მოყევით შენ სამჯერ წემეს სამ სხვადასხვა ადგილას მიათრიეს და არც ეს რო ამბავი ამას ხალხის ხმაური რო არ მოყოლოდა ამასაც აი ესე მიფარჩხავდნენ და ამ ადამიანსაც რაღაცა ბრალს წაუყენებდნენ იმიტომ რომ დროებით მოთავსების იზოლატორში რომ იყვნენ ადვოკატს არ უშვებდნენ. ამბავი რო ატყდა და ხალხმა თავისი პოზიცია რო გამოხატა, მხოლოდ შემდეგ პროკურატურა რომ მივიდა, მაშინ რამდენი ამბავი ესეც სადაც კადრები არის, ხო? დიახ, სწორედ ეს არის. იქ ყველა ჩაფარცხულია სამწუხაროდ. და რა უკაცრავად მანამდე რა გამოიძიეს. როდესაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტი წარმოადგენენ, მაშინ მოვიყვანე მაგალითად უთხარი პროკურატურას, რომ აი ამდენი დაზარალებული რო ყავს. ამდენი დაზარალებული, როგორ ერთი ბრალდებული არ ყავსო. და მე რამდენიმე დღეში აი გვამცირეს რომ ვიღაცები დაიჭირეს. ეს არის ვიღაცები, თურმე ვიღაცების გადაცდომა იყო, სისტემური ძალადობა არ იყო, მაშინ სამარშრუტო ტაქსებში თუ რაღაცა მაშინ რომ ადამიანებს პირდაპირ უსწორდებოდნენ. ან რა მუხლით დაიწყეს ამ პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება. ესეც დაცინოა ხალხის. მადლობა, სოფო სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა. სოფო ხორგვანი იყო ჩვენი სტუმარი, გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.